მოკლედ ნელ-ნელა საქართველოში აცივდა და შესაბამისად კიდევ უფრო აცივდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ძალიან მალე რამდენიმე კვირაში ჩვენ მოგვიწევს სახლში გათბობის სისტემის ჩართვა. გათბობის სისტემის ჩართვის შემდეგ ბევრს სამწუხაროდ თქვენგანს დაეწყება ოთახში კონდენსატის წარმოქმნა, რადგან ძალიან ბევრ კორპუსში სამწუხაროდ არ არის შესაბამისი იზოლაციური კედლები და როდესაც გათბობა ირთვება ოთახში და ოთახი თბება, გარედან მოწოლილი სიცივე კედელს აწვება, შესაბამისად სითბოს და სიცივის ურთიერთქმედება იწვევს კონდენსატს ფანჯრებზე, კედლებზე, მერე დაიწყება შპალიერის აძრობა, გაშავდება კედლები და დაიწყება ის პრობლემები, რაც ბევრ თქვენგანს უკვე ეცნობა. ამიტომ აუცილებელია, რომ დაიდგას ჩვენი ნესტის შემწოვი აპარატები ოთახში, რომელიც 100%-ით გააქრობს აი იმ კონდენსატს, რაც გაჩნდება თქვენ ოთახში. შესაბამისად, როდესაც აპარატს დადგამთ, არანაირი კონდენსატი, არანაირი კედლების სისველე აღარ იქნება არასოდეს. ამიტომ მე მარტივად მოგახსენებ და მარტივად აგეცნით ჩვენი ერთ-ერთი კონკრეტული პატარა მოდელის ფუნქციებს, რომელიც ძირითადად გამოიყენება საძინებლებში, პატარა ტიპის სტუდიოებში და გათვლილია დაახლოებით 50 კვადრატამდე ოთახისთვის. მოკლედ, გადავიდეთ აღწერაზე და მიხვდებით თუ რაოდენ საჭირო და აუცილებელი და სავალდებულო ნივთია ჩვენი ნესტის შემწოვი აპარატები. აი ეს გახლავთ ჩვენი ნესტის შემწოვი აპარატი, რომელიც არის 10 ლიტრი დღე-ღამეში, ანუ რაც იმას ნიშნავს, რომ მას შეუძლია 10 ლიტრი წყლის გატანა 24 საათში. არის საკმაოდ კომპაქტური, ულამაზესი, რაც მთავარია, მოყვება სახელური და მისი გადაადგილება შეგიძლიათ ყველგან. ანუ თქვენ შეგიძლიათ რამდენიმე ოთახში ატაროთ პერიოდულად, ამუშაოთ ერთ ოთახში რამდენიმე დღე, შესაბამისად, როდესაც ტენიანობა დაიწევს, ამის შემდეგ უკვე შეგიძლიათ გადაიტანოთ სხვა ოთახში. ეს არის მოძრავი პორტატული აპარატი. შეგახსენებთ, რომ ეს გახლავთ ინვენტორის ბრენდი, მსოფლიოს საუკეთესო ბრენდი ნესტთან ბრძოლაში და თქვენ იღებთ 5 წლიან გარანტიას აღნიშნული აპარატის შეძენისას. ეს მოდელები, ანუ ინვენტორის ბრენდი შეგიძლიათ საქართველოს შეეძინოთ მხოლოდ და მხოლოდ ჩვენთან. ჩვენ გახლავართ კომპანია GOC, ოფიციალური წარმომადგენელი ინვენტორის საქართველოში. დავიწყოთ ახლა აღწერა. მოგეთ პირველ რიგში თქვენ ძალიან მარტივად აერთებთ დენის წყაროში. უმარტივესად. აი ეს არის ჩართვის ღილაკი, ძალიან მარტივად დააწვევით ჩართვის ღილაკს და აპარატი ჩაირთვება. პირველ რიგში დაახლოებით 5-10 წუთი ჭირდება, რომ აპარატმა აღიქვას ოთახის ტენიანობა. შესაბამისად, ეს აპარატი აი ამ ეკრანზე გამოაქვს ტენიანობის მაჩვენებელი, რაც იმას ნიშნავს, რომ არსებული ტენიანობა ჩემთან პირადად აი ახლა გახლავთ 57%. ნორმა რო იცოდეთ, საერთოდ არსებობს 15%-იანი დიაპაზონი 45%-დან 60%-მდე. აპარატი თვითონ განსაზღვრავს ავტომატურად თუ რა დონეზე უნდა დაწიოს ტენიანობა თქვენი ოთახის ტემპერატურასთან მიმართებაში. შესაბამისად, დავიწყოთ ძალიან მოკლე აღწერა და პრინციპში ყველაფერი მარტივია. პირველი ღილაკი ეს არის ფრეშ ღილაკი, ანუ ჩვენ აპარატებს მოყვება იონიზაციის ფუნქცია, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენს ოთახში დაგროვილი ბაქტერიები, ალერგენები, მტვერი და სხვა ნებისმიერი მიკრონაწილაკები, რომელიც არსებობს ოთახში და აზიანებს ჰაერს, თქვენ ფრეშ ღილაკის ჩართვით აპარატს ურთავთ იონიზაციას. ზოგადად იონიზაცია არ არის აუცილებელი, რომ გამოიყენოთ 24 საათის მანძილზე, დღე-ღამეში რო ჩართოთ თქვენ დაახლოებით 4-5 საათი, შეგიძლიათ თავისუფლად ისუნთქოთ და გაანთავისუფლოთ ჰაერი ყველა მავნე მიკრობისგან, რაც არსებობს ოთახში. ეს თქვენ არჩევანი გაქვთ თითო ღილაკზე დაჭერით, შესაბამისად, ნებისმიერ დროს ჩართავთ, გამორთავთ. ეს არის ფილტრის ღილაკი. ფილტრის ღილაკი პერიოდულად აინთება, რადგან აპარატს შეგახსენებთ, რომ ფილტრი არის გასაწმენდი. ამას მოგვიანებით გეტყვით, თუ რას ნიშნავს ფილტრის გაწმენდა, რომელიც არის უმარტივესი. შემდეგი ინდიკატორები ეს გახლავთ high, medium და low, ანუ ვენტილატორის სიჩქარე. აპარატი ავტომატურად ირთვება მაღალ სიჩქარეზე, თქვენ შეგიძლიათ და მაქსიმალურ დატვირთვაზე მუშაობს, რომ სწრაფად მიიღო თქვენ ოთახში ეფექტი. თქვენ სიჩქარების შეცვლა შეგიძლიათ აი ამ ღილაკით, ანუ low სიჩქარე, დაბალი სიჩქარე, რომელიც შეგიძლიათ ღამის რეჟიმზე ჩავთვალოთ საძინებელში, როდესაც გიდგა დაბალ რეჟიმზე, აქვს ძალიან დაბალი ხმა. ზოგადად ისეაც დაბალი ხმა აქვს ამ აპარატს და ფაქტობრივად არ ისმის. შესაბამისად, თუ გადაიყვანთ low რეჟიმზე, უფრო და უფრო დაბალი ხმა იქნება, მაგრამ
საშუალო რეჟიმი მედიუმი, აი, ეს არის ვენტილატორის სიჩქარეების შეცვლა. თქვენი სურვილის მიხედვით შეგიძლიათ აკონტროლოთ სიჩქარეები. გადავედით მეორე მხარეს, აი ეს გახლავთ ტაიმერი, ანუ ტაიმერის გააქტიურებისას თქვენ უთითებთ აპარატს, თუ რამდენ ხანში უნდა გაითიშოს აპარატი. მაგალითად, თქვენ იძინებთ 12 საათზე, შესაბამისად შეგიძლიათ მიუთითოთ დაუშვათ 10 საათია, მიუთითებთ რომ 2 საათიან რეჟიმს, აი აქ და გაითიშება 2 საათის შემდეგ აპარატი. აი აქ გვაქვს პირველი continuous რეჟიმი, ეს გახლავთ მუდმივი რეჟიმი, რაც იმას ნიშნავს, რომ აპარატი არის იქამდე ჩართული, სანამ არ გაივსება კონტეინერი და არ გადააქცევთ მას. ანუ ეს რეჟიმი არის მუდმივად ჩართული და ითიშება მხოლოდ მაშინ, როდესაც კონტეინერი ივსება წყლით. წყლით გაივსება კონტეინერი, თქვენ გამოდგავთ, გადააქცევთ წყალს, შედგავთ და ავტომატურად ისევ გააგრძელოს მუშაობას. ეს გახლავთ SMD რეჟიმი, ანუ ეს არის ჭკვიანი რეჟიმი, რის მიხედვითაც აპარატი თვითონ თავად განსაზღვრავს, როდის გაითიშოს, როდის დაისვენოს, როდის ჩაირთოს. როდესაც დაწევს ტენიანობას და დააყენებს ნორმაზე ოთახში, თვითონ გაითიშება, დაისვენებს, ამ შემთხვევაში ელექტროენერგიასაც მაქსიმალურად ზოგავთ, შემდეგ როდესაც მოიმატებს, ისევ ავტომატურად ჩართავს. შესაბამისად, მუდმივი კონტროლის რეჟიმია ეს ავტომატური. აი ეს გახლავთ კიდე ძალიან საინტერესო ფუნქცია, დრაიერი, ძირითადად ეს სჭირდება დასავლეთში მცხოვრებ ადამიანებს, რომელთაც პრობლემა აქვს ზამთარში განსაკუთრებით სარეცხის გაშრობაზე, რადგან ისედაც ვიცით რომ მაღალი ტენიანობაა დასავლეთში და არ შრება სარეცხი, ამიტომ თქვენ შეგიძლიათ სარეცხი თავისი საკეთით შემოვიტანოთ ოთახში, აი ეს აპარატი დაუდგათ ახლოს, ჩართოთ დრაიერ რეჟიმი და სარეცხი ძალიან მალე რამდენიმე წუთში, შეიძლება 1 ან 2 საათში გაშრეს, რომელსაც თქვენ ანდომებთ დღეები, განსაკუთრებით ტენიან ადგილებში. მოკლედ ჩვენ გადავთვით ისევ continuous რეჟიმზე, ეს გახლავთ როგორც გითხარით მუდმივი რეჟიმი, ამ შემთხვევაში ჩართული და ითიშება მაშინ, როდესაც კონტეინერში წყალი გაივსება, ასევე გააქვთ აპარატზე პლუს მინუსის ღილაკი, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენ როდესაც გადაიყვანთ set რეჟიმზე, აი აქ ინდიკატორი აინთება set-ზე, თქვენ შეგიძლიათ მიუთითოთ კონკრეტული ტენიანობის პროცენტი. მე მაგალითად აი ამ დროს ვეუბნები აპარატს, რომ 45%-ზე დამიწიოს ოთახში ტენიანობა. ანუ როდესაც დგას რეჟიმის სეტი, მითითებული აქვს 45%, არსებული ტენიანობა გახლავთ როგორც ხედავთ 58%, როდესაც აპარატი დაწევს ტენიანობას 45%-ზე, რომელიც მიუთითე, მაშინ გაითიშება. გააქვთ ეს ფუნქციაც. ჩემი აზრით, აქ ღილაკებთან მიმართებაში ყველაფერი გასაგებია, თუ რამეს ვერ გაიგებთ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მე პირადად დამირეკოთ. ეხლა რაც შეეხება აპარატს. უკანა მხარეს შევხედოთ, აი ეს გახლავთ ფილტრი. ანუ ეს ფილტრი შედგება, როგორც ხედავთ, სპეციალური ბადით. ამ ფილტრის გარეცხვა თქვენ შეგიძლიათ თავისუფლად, ანუ როდესაც ის დაიმტვერება, აპარატი აუცილებლად შეგახსენებთ, როგორც მოგახსენეთ, აი ფილტრის ღილაკს ინდიკატორს ბოდიში აანთებს, შესაბამისად თქვენ შეხედავთ ფილტრს, გარეცხავთ მას, აი როგორც ხედავთ, აქაც არის აი მცირედი მტვერით უაღიქვავს ტელეფონი. ეხლა ეს ფილტრი არის რა თქმა უნდა გასარეცხი. შეგიძლიათ ონკანზე გარეცხოთ, ოღონდ არ მიაკაროთ გარკვეული ქიმიები, რომელმაც შეიძლება დაწვას ბადე. აი ეს არის ამ აპარატის მოვლა. პერიოდულად 2 კვირაში ერთხელ არის რეკომენდაცია, თუმცა თქვენ შეგიძლიათ თუ არ არის ახლა ფიზიკურად დამტვერილი, შეგიძლიათ ერთ თვეში გააჩნია ოთახის გარემოს, ერთ თვეში ან 2 თვეში ერთხელ გაწმინდოთ. თუმცა აპარატი ყოველთვის შეგახსენებთ გაწმენდას, შესაბამისად შეხედავთ და გაწმენდ. ეს რაც შეეხება ფილტრს თავის ადგილას დავაბრუნოთ და მთავარი კონტეინერი. ესე იგი, აპარატი პერიოდულად აავსებს წყალს კონტეინერში, ანუ ის სისველს, როდესაც იწვევს კედლებიდან, იატაკიდან, ჰაერიდან, წყალი გროვდება კონტეინერში. აი ეს არის კონტეინერი. როგორც ხედავთ, აი აქ დაგროვილია უკვე წყალი. ანუ როდესაც ავზი გაივსება ბოლომდე, აპარატი თავად ავტომატურად გაითიშება. დაწერს აი აქ P2-ს, შესაბამისად, რო შეხვალთ ოთახში, ან თქვენ სახლშიც რომ არ გზანდებოდეთ, პრობლემა არ არის, აპარატი აუცილებლად ავზის გავსების შემდეგ გაითიშება. უბრალოდ გამოდგამთ ავზს, აი როგორც მე ახლა გამოვდგი, წაიღეთ ამ წყალს, მოკლედ გადააქცევთ. ისევ დააბრუნებთ ცარიელ ავზს თავის ადგილას და აპარატი ავტომატურად გააგრძელებს მუშაობას. აი ეს გახლავთ, მოკლე მიმოხილვა, ჩვენ სუპერ
Nest-ის აპარატზე. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ეს გახლავთ ინვენტორის სერტიფიცირებული ორიგინალი აპარატები, რომელიც უკვე ჩვენ 9 წელია საქართველოში გვაქვს და გვყავს ათასობით ბედნიერი მომხმარებელი. მე დღემდე არ მახსოვს 9 წლის მანძილზე რომელიმე აი ამ აპარატით იყოს უკმაყოფილო. Შეიძინეთ 5 წლიანი გარანტია მოყვება, როგორც უკვე გითხარით, დაისვენეთ Nest-ისგან, კონდენსატისგან, გაშავებული კედლებისგან და სხვა უამრავი პრობლემისგან, რომელიც ჩნდება Nest-ისგან. კარგად გზავნებოდეთ.